ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე კი საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივა AI ინსტიტუტმა აიღო სტარტი. BTU-ს ახალ კამპუსში დაფუძნებული ინსტიტუტის მიზანია გაზარდოს AI წიგნიერების დონე სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფში, კერძოდ ინსტიტუტი იზრუნებს ბავშვების, მოზარდების და ახალგაზრდა ქალების გაძლიერებაზე, ხელოვნური ინტელექტის და ციფრული უნარების მეშვეობით. ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად AI ინსტიტუტის დამფუძნებელია არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი BBC-ს ტოპ 100 ქალს შორის დასახელებული აქტივისტი ქალთა გაძლიერების მიმართულებით ლედი მარიამ ჟამე, რომელიც ღონისძიებისთვის სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში. მისი შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაცია მიზნად ისახავს 2030 წლამდე მილიონი ახალგაზრდა ქალი, მოზარდი და ბავშვი გადაამზადოს პროგრამირებაში. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დავაფუძნეთ AI ინსტიტუტი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, ვაპირებთ გლობალური საერთაშორისო პროექტების განხორციელებას. ინსტიტუტი დაფუძნებული არის საერთაშორისო ორგანიზაცია I'm the Code-თან პარტნიორობით. ჩვენ გვაქვს 250,000 უფასო ანგარიში წვდომა მომხმარებლებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის და უნარების გაღრმავება. აგრეთვე აღნიშნული ინიციატივა საქართველოდან მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელდება. ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს 80-ზე მეტ ქვეყანაში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი იქნება სწორედ ის ინსტიტუცია, რომელიც ამ პროექტს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნასა და უნარებს გაავრცელებს როგორც საქართველოში, ისე გლობალურად. I'm glad to be back in Georgia here where ბედნიერი ვარ, რომ თებერვლის შემდეგ ისევ დავბრუნდი საქართველოში. ჩვენი და BTU-ს მიზანია შევქმნათ ხარისხიანი ხელოვნური ინტელექტი და ჩავთოთ ნიჭიერი ადამიანები. ჩვენ ვსურს, რომ ერთმანეთთან დავაკავშიროთ ხელოვნური ინტელექტისა და მდგრადი განვითარების მიზნები და ამ მიმართულებით საქართველოში ჩვენ ვითამაშებთ დიდ როლს. BTU-ს უნივერსიტეტში ჩვენ ქალებსა და გოგონებს ვასწავლით არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის კოდირებას, არამედ მათ მივცემთ შესაძლებლობას, რომ BTU-ში არსებული ხელოვნური ინტელექტის 28 კურსიდან შეისწავლონ ნებისმიერი. კურსის დასრულების შემდეგ ისინი შეძლებენ საკუთარი ბიზნესის ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებას. ვიმედოვნებ, ხელოვნური ინტელექტი ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.